მადლობთ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება, სიხარული და კარგი განწყობა. და რაც თავარია, უფალი იყო ჩვენთან. ნახეთ რა კაი ამინჩი ვართ. ეხლა თოვლები ხომ გამოვიარეთ და ნებრასკის ბოლო ნაწილში ვარ და შევართ ეხლა ვაიომინგში და ტემპერატურა არის +16 გრადუსი. რაღაც 2-3 დღეში გამოვიარეთ -15-დან +16-მდე და საფხულია. მანქანიდან გადადიხარ მოკლე სახელოებიანი პერანგით, ზოგი შორტიკით. თავისუფლად შეგიძლია მიიღო ეგრეთ წოდებული ზაგარი, ანუ გარუჯდე. ჩვენ დავუბრუნდით ისევ ჩვენ ჩვეულებრივ რეჟიმში. ფაქტიურად მთელი დღენახევარი დამჭა და აი ტრამვალებში მოგვიწევს სიარული. ისეთი საინტერესო რამეს არ ველოდები, თუმცა ყოველთვის ვზათავო რომ დავაფიქსირო ეს, რომ ვიტყვიან პაპარაცული ენერგია მოგწევს. ძალიან ბევრი, რა ვქნა ახლა რა შემოგთავაზოთ და ძალიან ბევრი კითხვები მომივიდა. და მეც მარე კითხვებზე გიპასუხებ, იმიტომ რომ რა ვიცი რა უნდა მოხდეს ამის და საინტერესოსაც არაფერს არ ველოდები. ასე სიარულში უნდა ვიარო. 10-მდე კითხვა მოსული ჩემთან და 10 კითხვიდან 6 კითხვა ეძღვნება, რა ხდება გზაზე, ამ იმიგრანტებს იჭერენ, არ იჭერენ, თქვენი გამოცდილება გითხარით. რა უნდა ვთქვა მეგობრებო და ეხლა ფაქტურად მე-13 დღეა მუშაობ და ამოწმებენ. პირველი იყო აიოვაში რო ვიყავ წინა ვიდეოში მოგითხარით, ესე იგი მომთხოვეს მოუშველი სტატუსი ქვეყნის, რა მინდა აქა, როგორ მიდიხარ, სად მიდიხარ, როგორ მიდიხარ, ვინახარ და მაშინაც გამიკვირდა. წამოვედი ასე უკვე ნებრასკაში 107 ეგზიტი არის ფლაიჯეის ტრასო. იქ შემოვედი მე ისა დიზელი უნდა ჩამესხა და 1-3 ფორმიანი კაცი მოვიდა. ეთყობა ეს რო ეძახიან აისის თანამშრომლები და მომთხოვეს საბუთები. შემამოწმეს არც მანქანის საბუთი არაფერი, და ცხოვრების მუშაობის და ვინახარ ნებართვა, რომ მე საბუთები წესრიგში ვარ, მაგრამ ისე თქვა მინდა, რომ ეხლა მე არ მინდა ეხლა ვინმეს რაღაც დავძაბო და რაღაც უარყოფი და დავმოხტო ადამიანები, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც სამთვეში უკვე ორი შემოწმება არ შეიძლება დაემთხვა, შეიძლება, მაგრამ ფაქტია, რომ ამოწმებენ და თან ისეთი შტატები, აიოვა, ნებრასკა, აი კალიფორნია, არიზონა, იქითკენ საზღვრებთან რომ ყოფილიყო, კიდევ ვიტყოდი, რომ მაგრამ მოცემულობაა, რომ ამოწმებენ და რა თქმა უნდა, ჩემო თანამემამულე რომ და იქ გადმოსული ხარ აქა და ნუ განსაკუთრებით აი მექსიკიდან გადმოსულებს, არ ვიცი, ყველა საბუთებს მოწმებენ და მაინც თავი შეიკავეთ და ნუილით ალბათ ეს გადაევლის და დაწყნარდება, იმიტომ თვითონ ამერიკა ემიგრანტებზე აშენებული ქვეყანაა და არ ამგონია ეხლა ეს აკრძალო. უბრალოდ რა არის ეს ბაიდენის დროს ძალიან ბევრი ხალხია შემოსული და როგორც ეხლა უსმენ ხოლმე რადიოში, ამერიკულ რადიოს უსმენ ხოლმე ეს გადააჭარბეს ამ შემოსული. კოტა ხო არის კოტა და აი მაგის გაწმენდა უნდა, თორე არ ამგონია ეხლა საერთო ჯამში ასე გაგრძელდეს. ამბოლოს მე წინა ვიდეოში თქვი, კაცო, თუ ჩვენ ქვეყანაში, მაშინ გოდიში და ასე უკან ფრაგუნოთ ასე პრობლემებს ვატოვებ. თავის დროზე არ უნდა გაეკეთებინათ ეს ასეთი მასი
შემოსვლა არ უნდა გაეკეთებინა თავისთავად. მე მგონი ეს ყველაფერი ალბათ დრო უნდა და უყვარდება. აი ესეთი კითხვა მომივიდა. ამხელა კაცი ხარ და წნევა არ გაწუხებს. არ ვიცი მეგობრებო, ეს კომპლიმენტად ჩავთვალო თუ ცინიკურ კითხვად. ესეთი იგრძნობა რა კითხვა, ამხელა კაცი ხარ და წნევა არ გაწუხებს, რას დადიხარ რა, ასე გავიგე მე ყოველ შემთხვევაში. წნევა არ მაწუხებს მეგობრებო. გავდივარ რა. ატომას გონი ვარ თუ ძალიან დიდი ვარ და ასაკიდან გამომდინარე უნდა რომ მიკმინოთ რომ არ ვიცი შეიძლება მე ვცდები რატო ასე არ ვიცი მაგრამ ჯანზე რო ვარ ეს კი ვიცი. ან ეს კითხვა მეგობრებო ნახეთ. ბრატ ნაშებში არ დადიხარ? ვაჩვენე რა ამერიკელი ნაშები ვარ რა. ამაზე რა უპასუხო, არ უპასუხო. უბრალოდ რაღაცა მომენტებში ვფიქრობ რომ რა ეხა ბრატ რა ვითომ რა ისა ხა ბრატ ეხლა ვითომ ძველი ბიჭია და ძველი ბიჭურად ველაპარაკებ. ესე იგი ამ კითხვას ვერ მოვშოდი რა. იმდენად პოპულარული კითხვაა და რამდენი გაქვს ხელფასი? უკვე ორი კითხვა. რამდენი გაქვს ხელფასი? წინა ვიდეოში თქვი ამაზე. აცი ამ კითხვაზე მე პასუხს არ გავცეთ, რომ ეთქვა ადამიანები არ მისმენენ, ან უბრალოდ ახალი მაყურებლები არიან და ვერ ისვენებენ და აი ახლა ვიტყვი რომ ამ კითხვაზე მე პასუხს არ გავცეთ, თუმცა მე ვთქვი როგორ და რანაირად ვაკეთებ, ესე იგი როგორ ამბობენ, მე თევზს კი არ გაჩვენებ, მე გაჩვენებ ანკეს როგორ იჭერება. თევზი უკვე ყველა ადამიანის თავისი საქმეა რა. ესე იგი ამ კითხვაზე მე შემდეგში უკვე პასუხს არ გავცემ. ერთი სიტყვით ძალიან ისეთი არასაინტერესო კითხვებია. შემდეგში უფრო გამოვაგზავნეთ, მაგრამ მე პირდაპირ ვამბობ, ცოტა უაზრო და რაღაც სიტყვა უდელური სიტყვებით თუ იქნება კითხვები მას არ გავცემ პასუხს ეს არაერთხელ მეთქია. მოდი გავაგრძელოთ ჩვენი ვიდეო ცოტა ასე მოკლე რო არ იყოს უფრო საინტერესო თემას ვიტყვი ჩემი კვების ამბავზე და როგორ ვცდილობ რომ ფორმა შევინარჩუნო და ერთ-ერთი ასეთი თემა აი რას ვაკეთებ მე და მეც მე ხშირად მithქვავს რომ რჩევას უაზრევ ადამიანს არ მოსწონს. ამიტომ მე ვამბობ რჩევას კი არ გაძლევ, არამედ ჩემი აზრით ძალიან კარგ რაღაცას ვაკეთებ და მე რასაც ვაკეთებ ეხლა გაგიზიარებთ და დამიჯერეთ ძალიან მაგარი რაღაცა. წინა ვიდეოში ვთქვი რომ სწორი კვების შენარჩუნება ტრაილერზე საკმაოდ ძნელია. ძირითადად სულ ეს ჰამბურგერები, მშრალი საჭმელებია და ახლა ყველაზე კაი გამოსავალია თუ შენ თვითონ დაუშვები და შენ თვითონ გაამზადებ, მაგრამ მე ცოტა გულმანი არა ვარ და საერთოდ ეს გულაცგიად გითხრათ ამ საჭმლის გაკეთება საკმაოდ მეზარება და ამიტომ მე მაგას არ ვაკეთებ. შეძლებს და გვარად ყოველთვის ვცდილობ რომ წვნიანი მივიღო რძის ნაწარმი და აი ამაზე რაც ხელის გულზე დაეტევა იმაზე მეც არჩევ. და ყველაზე მაგარი მეთოდი ეხლა ტრაილერზე ხარ თუ სახში ხარ თუ თბილისში ხარ თუ სადაც არ უნდა იყო აი კანონად მე მივიღე და 7 საათის შემდეგ საჭმელს არჩევ. ეხლა თუ სუფრაზე მოხდი და რაღაცა კი 1000-ში ერთხელ, მაგრამ აი 7 საათის შემდეგ საჭმელს არჩევ და დილით ხარ ძალიან მაგრა. და გავამატებ და აი დაწყებული ვარ უკვე მე ფაქტურად უკვე მესამე წელია ვაკეთებ. ტკბის ან შაქარება გამოგდებული კვებიდან. აი რო ჩაიხედოთ უბში ინტერნეტში
რეები არ წერია შაქარზე და ეხლა შაქარი ტკბილია და ჩვენ ვსიამოვნებთ, ხო, ნამსხვრები და იმეებში რომ ვებულობ და ფაქტობრივად ხელოვნური პროდუქტია, ხო? ეხლა ტკბილი ხილშიც არის და თაფლი და პროდუქტი არის და შენ ეს უნდა გააკეთო, რომ ის ხელოვნური მით უმეტეს უკვე 50 წელს რო გადაცილდება და ნივთიერება და ცვლა ისეთი აქტიური არ არის, როგორც ახალგაზრდობაში. უნდა შეეცადო, რომ შაქარი არ მიიღოს ორგანიზმმა. თუმცა ეხლა ზოგჯერ მოგივლის ხომ, ეხლა მოგინდება, ხო, ან მოსდევს სადმე სტუმრად რომ მიხვა და ნამსხვრევი და ჩაის მოგიტანენ, ეხლა ხო არ დაიწყებ, არ ჭამდა რაღაცა. ნუ კი, მიიღებ ეხლა თქვა 1000-ში ერთხელ, კვირაში ერთხელ, მაგრამ აი მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ ტკბილი, გაზიანი ჩაიში, ყავაში და ემებში ორი შაქარი ამოაგდეთ. თავიდან შეიძლება გაგიჭირდეთ, მაგრამ აი დამიჯერეთ 7 საათის შემდეგ ვარ შეჭამდა შაქარიც რო არ გაგიგებული, აი დილით რო ადგებით რა ჩიტევით იქნება და მიუმატეთ ცნობილობა. ეხლა იმ დროს დეიდა ჩემთან ვიყავი და ასაკონე დეიდა უფროსი დეიდა მყავს და ხაჭაპური გამიკეთა ეხლა. იქ მივედი, ეხლა იქ არ მეჭამა, რა თქმა უნდა შეჭამ პერიოდულად, მაგრამ ისე ჩაიდეთ თავში რომ ცნობილობა ტკბილი და 7 საათის შემდეგ არ ჭამოთ, აი ამ გრაფიკს მიყევით და ძალიან მაგრა იქნებით. რავი, მე მაგრა მომწონს და გებრიელად თავსობ თავს. კიდე მე ადრე მაგ რა თქვა რომ მე ვარ პოლ ბრეგის მიმდევარი. ეს იცით ხო შიმშილობით რომ ცდილობს ადამიანი მან რა პრინციპია შენ ორგანიზმს აშიმშილებ ეს შლაკები და ჭუჭყი რო დადის ჯერდებში ხო არის და სისხლი რომ მოძრაობს როდესაც ეძებს უკვე კუჩი არაფერი არ აქვს ის არ აქვს და ეს ჯერდებიდან გამოაქვს მთელი ჭუჭყი და პოლბრექს აქვს 3 დღიანი 6 დღიანი ერთთვიანი და ნუ მე ამ ასეთ კაციმებს არ ვაკეთებ, მაგრამ კვირაში ერთი დღე ძირითადად 4 შაბათობით საერთოდ არ ჭამ საჭმელს, მარტო წყალი. ეხლა თუ რელიგიური ადამიანი ხარ, 4 შაბათზე პარასკევი ხო არის მარხვა. და 4 შაბათს დაამთავრე, მე ასე ვაკეთებ ხოლმე. 4 შაბათს საერთოდ არ ჭამ და ნუ პარასკევს ვცდილობ მიმარხვა. ძალიან მაგერ რაღაცაა, ამას მე უკვე შიმშილობის მეთოდს უკვე ვაკეთებ, რამდენი 30 წელია ვაკეთებ და აი რაღაცაა. და აუცილებლად, ეხლა აქ ადვილია წყალი მთელი დღის განმავლობაში. კი ეხლა ზოგი იტყვის სუპ შევჭამ, იმასე წყალი არა, აი სუფთა წყალი 2 ლიტრაზე ნაკლები არ უნდა დალიოთ. ეს გახსოვთ ალბათ მე შაშა ცოტა თითქმელებზე ის რომ ხონდა პატარა პრობლემები, მაშინა წყალს ავსავდი და მაშინაც ექიმებმა, ამერიკელებმა და ქართველებმა ყველა მეთქოდა ძალიან ბევრი წყალი დალიეთ და შეეცადეთ ხოლმე რომ 2 ლიტრაზე 2 ლიტრა ნახევარი წყალი დალიოთ. ძალიან მაგარი. გამახსენდა და ეს დავლიე ახლა. გამახსენდა 90-იან წლებია საქართველოში და შიმშილობაა რა, და მე ჩემს ვაკაცთან ზაზასთან მივედი სახში და ძიალა დედა იყო. მე თვალწოდოს და უყვები ახლა რა ამ ჩემ ამბობს რომ ეს არ შეჭამო, ის არ შეჭამო, ის შიმშილიო და ძიალა დედა მეუბნება რა ადვილი შესანახი ხარო? ესეც რაღაც აზრი გამეცინა, მაგრამ რო დაფიქრდე მართლა ადვილი შესანახი ხარ ბიუჯეტის ეკონომიას აკეთებ ასეთი ცხოვრების წესით. მერე რო დავფიქრდი, მეგობრებო, აი ნახეთ, ჩვენი წინაპრები ადრე, ხო? წლების რაციონში რა ქონდა? ხორცი, რაღაც, აი დიდი 4-5 სახეობა ქონდათ, ხო? და ეხლა დღეს სუპერმარკეტში ან მაღაზიაში შეხვარ 4-5 კი არა, გონი 1000 სახეობის საჭმელია და რავი ზოგი რაღაცები და ეხლა შეადარეთ ძველი ხალხი, რომელიც მომობდნენ ენერგია საიდან ქონდა თუ 5-6 სახეობის საჭმელს ღებულობდნენ, მეც არ ღებულობდეთ.
იმათ ხონდა ისეთი ენერგია და დღევანდელ თაობის ხალხს და ამდენ რაღაცას ჭამენ და ეხა შეადარე იმათი ძალა, ენერგია და დღევანდელი ადამიანების ენერგია და ძალა. ამით რისი თქვა მინდა, რომ ჭამა არ არის ენერგია და ძალა, უბრალოდ კი, რა თქმა უნდა მიიღო, მაგრამ უნდა მიიღო ზომებში და უფრო ცოტა. რა შამდენ ადრე ეხლა დავფიქრე, C, ხორცი, პური, ხო, მეტი რა. კიდევ რაღაცა ისიც სანამ ამერიკა აღმოაჩინეს სიმინდი, ლობიო, ყველაფერი იქიდან მოიტანა, ძველი ხალხი და ჩვენ როგორ გვყავს ხოლმე ისტორია, როგორ მომგდნენ და თან რა ჯანიანები იყვნენ. ფაქტია, მე ხო არ მომიგონია. კი არის ისეთი შეგრძნება, რომ აი მე რო თუ არ შევჭამ ცუდად ვიქნები და ძალა არ მექნება, მაგრამ არა. აი ჯანზე და კაი ხასიათზე იქნები. ჩიტივით იფრენ, მე პელასავით, ვეცხრა, სუფუხად რო ხარ, ადვილია. კვება ასეთი ხო და ვარჯიშები ისიც ზომიერი ძალიან მაგარია და განწყობა ფაქტობრივად ყველა დაავადება და ყველა პრობლემები მოდის ნერვებიდან. ნერვებს უნდა გაფრთხილება. ნერვებს უნდა გაფრთხილება, როცა გვაქვს გონება, როცა გვაქვს გამოცდილება, როცა გვაქვს სწავლებები, მიყვეთ და ერთად შევთავაზოთ და შევუწყოთ გამძლეობა, აზროვნება, გონება. ეხლა ზოგი მეტყვის, აი ფული მომეცი და ყველაფერს მოვაგვარებ. ხო ის ასეთ ის არის, მაგრამ ფული არ არის ბედნიერება. ბედნიერება როცა ხარ ჯანზე, როცა ხარ ხალისიანი და როცა ყველაფერთვის, ყველა პრობლემების გადაჭრაზე ხარ მოტივირებული და ამას ყველაფერს რო კარგად გამოიყენებ და შენ გონებას რაციონალურად გამოიყენებ და გადაჭრი, ეს არის ყველაფერი ერთიანობაში. და საერთო ჯამში უნდა ვიყოთ მაგრად, კარგად და ბედნიერად. აი, გონი შევავსე ვიდეო ხო, თითქოს არაფერი არა ტრამალებში ვარ და შევხვდებით შემდეგ იმედია საინტერესო ვიდეოებში. აი, განწყობით, აი ხალისით და ყველას გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს და ყველაფერს კარგს.